დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება, ამ და სხვა თემებზეც გვექნება საუბარი სტუდიაში, მაგრამ სანამ სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან დავიწყებთ საუბარს, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ჩართვით გვეყოლება პოლიტოლოგი ბატონი ირაკლი გოგავა. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. მოგესალმებით ნიკა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გაიხარეთ. ბატონო ირაკლი, პირველ რიგში რა თქმა უნდა, გუშინდელი ფაქტით მინდა რომ დავიწყოთ ჩვენი გადაცემა, როგორ შეფასებას მისცემდით თავად რეზოლუციას, რომელიც იქნა მიღებული და შემდგომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოში მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ძალთა განლაგება ისეთია, რომ იქ კი სხვადასხვა ჯგუფები არიან, სახალხო პარტია, სოციალისტური პარტია, მწვანეები, ლიბერალები და სხვადასხვა, მაგრამ რეალურად ესენი არიან ერთი ბატონის მსახურნი ევროკავშირის მმართველი ელიტის, სუპერმდიდრების, ასე ვთქვათ, მსახურებაში არიან. ამიტომ გასაგები იყო, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული დაახლოებით ასეთი, რადგან ისინი ვერ აკეთებენ მკაფიო განცხადებას იმის თაობაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ რომ ამის მტკიცებულებები ვერავინ ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, უნდათ რომ ამ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა არ ცნობის საკითხით ივაჭრონ. ეს რა თქმა უნდა გათვლები გააკეთეს ქართულმა მხარემაც, ქართულმა დელეგაციამ და ამ დიპლომატიურ პაექრობაში პირდაპირ ვთქვათ აჯობეს ევროპელ კოლეგებს. ფაქტიურად როგორც თქვენ თქვით, აღიარებინეს ფაქტიურად არჩევნების შედეგები, იმიტომ რომ ეს დეპუტატები, ვინც მისი დელეგაციაც აპრილამდე აღიარეს და დაუდასტურეს მანდატი, ეს ამ ახალი არჩევნებით არის სწორედ არჩეული ხალხი, ხო? თეატრო ლუკიანი და ნუ იქ სხვები. შესაბამისად, ეს შედეგი ქართულმა ოცნებამ დადო ამ დელეგაციამ. ეხლა იქ პირობები რომ ჩაუწერეს, რომ გინდა ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროთ, იქ ვიღაცები გამოუშვათ. ეს არის უპრეცედენტო ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში, რისი კომპეტენციაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არ აქვს და არავის არ აქვს საერთოდ. აქედან გამომდინარე ეს პაექრობა მშვენივრად დააგვირგვინეს, ვიდრე ამ პირობებით, დათქვებით, შანტაჟისენით გააგრძელებს საუბარს ევროპული სტრუქტურები, ქართული დელეგაცია ამ საპარლამენტო ასამბლეაში არ მიიღებს მონაწილეობას. მე პირადად უწონებ ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ რა აზრი აქვს, მაგრამ არის კიდევ მეორე საკითხი. მე აი კითხვას დავსვამ და მაყურებელმაც რავის კომენტარებში დაწეროს, ვინმე მიცის რა სარგებლობა მოაქვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოსთვის. გასაგებია 90-იან წლებში ამ სიმბოლური საკონსულტაციო ორგანოს წევრობისთვის ბევრი ენერგია დაიხარჯა საქართველოდან. მაგრამ მაშინ იყო სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა და ევროპა არ იყო ასეთი ნეოლიბერალური ყაიდაზე მდგომი. შესაბამისად, მაშინ ჩვენ გვჭირდებოდა დასავლეთთან გაღრმავება პარტნიორობის, იმიტომ რომ მაშინ ხო არ ვიცოდით ჩვენ რომ დასავლეთი რეალურად არაფერს არ მოგცემდა და გადაგვაგდებდა, ხო? ტყუილი დაპირებებით. ამიტომ ეს გზა უნდა გვეცადავთ. სადაც ეს გზა ვერ მივიღეთ ხელშესახები ვერაფერი. რაღაცა ფრაგმენტულად ალაგ-ალაგ რაღაცეები შეიძლება სიკეთეები კი იყო, მაგრამ გლობალურად რასაც ველოდით ჩვენ ევროპისგან 90-იან წლებში და დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ეს მძლავრი საინვესტიციო მოქმედება, განათლება, მეცნიერების შემოსვლა, ტექნოლოგიების დანერგვა ეს ყველა ეს ვერაფერი ვერ მივიღეთ. ტერიტორიული მთლიანობის საკითხს რო თავი დავანებოთ, თითითიძე არ დაუკარებიათ ვაჟბატონებს. ხო, პირიქით, მათი მთელი პოლიტიკა ეფუძნება იმაზე, რომ ეს კონფლიქტები აფხაზეთში, ცხინვალში და მთიან ყარაბაღში ყოფილიყო შენარჩუნებული. ამაზე აგებდნენ ისინი ამ წინააღმდეგობებზე პოლიტიკას, ხო და ახლა აგერ აზერბაიჯანს უჯავდებიან როგორ გაბედე და უჩვენეთ მოაგვარე თიანთიანი ყარაბაღის პრობლემაო, ხო? ეს ხო ხედავთ ამას ყველას პირდაპირ ეთერში ფაქტიურად. და იგივეა ახლა აფხაზეთზეც, იგივეა ცხინვალზეც. სამწუხაროდ ასე. ამიტომ ეს ახლა ჩვენ ვაწარმოებთ, საქართველოს აწარმოებს გაწვრთნას
ევროპელი ესე იგი კოლეგების თუ პოლიტიკოსების თუ ვინც არიან იმ საქმეში რომ საქართველოს აღიქვანს სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფო და დაელაპარაკონ მოწიწებით და პატივისცემით. Აი ამას უნდა მივაჩვიოთ ჩვენ ეს დასავლელი კოლეგები, ვინც გინდა ოკეანის გაღმა იყოს, გინდა ოკეანის გამოღმა. რასაც ქართული ხელისუფლება მადლობა ღმერთს რომ დადგა დრო რომ ამ რეჟიმში გადავიდა და ამას აკეთებს. აი თქვენ ალბათ ადევნებთ ეხლა თვალყურს რა განცხადებების დღეს გაკეთდა. ესე იგი დღეს იყო შეხვედრა იმ ოჯახებთან, ვისი წევრებიც არიან დაპატიმრებული და ესე იგი ელჩებმაო იქ ევროკავშირის საელჩოში იყვნენ და ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ ესეო თქვაო რომ ესენი არიან მწამებლები ყველა 17-მა ელჩმა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მოითხოვა აი ამ ამაღლობელის განთავისუფლება და პირდაპირ ისინი ესე იგი მხარს უჭერენ ამ ადამიანებს ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებებში. ეხლა დაგეგმილია კიდევ უფრო რადიკალური მეთოდები, რაღაც ავტობანის გადაკეტვა. ანუ ფაქტიურად ღიად აქამდე თუ აი რევოლუციები რო იგეგმებოდა იგივე უკრაინაში, საქართველოში, სხვადასხვა ქვეყნებში, ეს დასავლეთი მაინც ასე თუ ისე ინარჩუნებდა რაღაც სახეს განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ ესეთი აქტიურ მონაწილეობას არ ღებულობდნენ, ხო? ეხლა და მე არ ვიცი აი რა უნდა ქნას ხელისუფლებამ იცით აი ხა ჩვენი ლოზუნგი იყო არჩევნების წინ ხელისუფლების ლოზუნგი იყო ნუ ღირსებით ევროპისკენ ნუ ხედავთ რომ ღირსებით ევროპისკენ არ გამოდის იმიტომ რომ ევროპა არ გაძლევს შენ ამის საშუალებას ანუ ხელისუფლება რაც არ უნდა მათ მოსაწონი გააკეთოს ვერაფრით ესე იგი ვერ მოვიგეთ ამ ამ ქვეყნების გული ეხლა გასაგებია ტრამპის ყველა ველოდები ტრამპი რა სიტყვის რა პოზიციას დაიკავებს იმიტომ რომ ტრამპის თავად ამ დასავლეთთან მიმართები და ევროკავშირთან ცოტა არ იყოს რადიკალურია მაგრამ ტრამპის სიმართლე რომ გითხრათ აი თავის განცხადებებში არაადეკვატურია, იმიტომ რომ ხან ერთ იძახის, ხან მეორეს. ეხლა აი გუშინ გავცელდა ინფორმაცია, რომ USAID-ის პროექტები ჩერდებაო, მაგრამ შემდგომ მოგვიანებით გავცელდა ინფორმაცია, რომ გადაიდო ეს, ანუ ეს დახმარებები გაგრძელდება. ანუ თავიდან გაგვიხარდა ყველას, რომ აი ეს შეჩერებული ხდება, დაიდო კიდევაც, მაგრამ შემდგომ რაღაც გარკვეული ეთყობა იქ არის ძალები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება შეაცვლებინეს ტრამპს და აი რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ აი თქვენ როგორ ფიქრობთ ცოტა მართლა ხელისუფლების მდგომარეობაში არავინ არ ისურვებდა დღეს ყოფნას იმიტომ რომ ფაქტობრივად აი ძალიან რთულ სიტუაციაშია ჩვენი ხელისუფლება კი ბატონო მადლობა შეკითხვისთვის ნიკა ნუ პირველი ეს აუცილებლად მინდა რეაქცია გამოვხატო ლოზუნგზე ღირსებით ევროპაში აი მაგალითად თქვენი ბაბუა და ჩემი ბაბუა 45 წელს ღირსებით შევიდნენ ევროპაში ის ესე ცნობისთვის და მელიტონ კანტარია განსაკუთრებულად ამას ქვია ღირსებით შესვლა რაც შეეხება ტრამპის მიერ USAID დახმარების გაჩერებას ტრამპა მართლაც შეაჩერა ეს USAID-ის არხებით დახმარება მაგრამ შემდეგ გრანტის მიმღებებმა უჩივლეს ამერიკის სასამართლოში და სასამართლომ შეაჩერა ტრამპის დირექტივის მოქმედება, ანუ ტრამპის ბრძანებულების მოქმედება. ეხლა ორშაბათამდე ეს მაინც გაყინულია და იქ არის ესეთი მომენტი, რომ 7 თებერვლამდე ტრამპს თურმე არ შეეძლო რაღაც მოქმედი წესებით ამ დახმარების წინა ხელისუფლების მიერ უკვე გადაცემული დახმარებების გაჩერება. Ну, а ეს ჯერჯერობით ვერ იღებენ ვერაფერს, მაგრამ ნუ იურიდიული დავა მიდის იქა და გაირკვევა. ანუ ეს ნეოლიბერალები არ არიან ხელდაკრეფილები, ანუ ტრამპს უწევენ წინააღმდეგობას. და ეს დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდება, ამაშიც დარწმუნებული ვარ. ეხლა ელჩებს რაც შეეხება ელჩებს რაც შეეხება ეს 17 ელჩია თუ ევროკავშირის ელჩია თუ რაღაცა, ნუ მართლაც გადასულს არის ზღვარს, ჩემი აზრით, არანაირ დიპლომატიურ ეტიკეტში ეგარждება, პირდაპირ უხეშად არ ღვევენ ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, რამდენიმე მუხს და ნუ ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს უნდა დაიბაროს ეს ელჩები, ზოგიერთი ზედმეტად აქტიური ელჩი კონსულტაციაზე გააგზავნოს თავის ადგილ წარმოშობის ქვეყანაში
ესეც მიღებული ფაქტია, თუმცა ზედმეტ გამწვავებასაც არ ურჩევდი მე ხელისუფლებას, იმიტომ რომ ეს ბრძოლა რეალურად არის მოგებული, გადატრიალების ცდელობა ჩაუფლავდათ, ვერ მოახერხეს, ის ექსპერტები, ვინც მუშაობდა საქართველოში ხელისუფლების დამხობაზე და თავისი მარიონეტების მოყვანაზე, ის ექსპერტთა ჯგუფი გადავიდა საერთოდ სლოვაკეთში და იქით ბალკანეთში არის. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერმა ფიცომ პირდაპირ განაცხადა. რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი არ ელოდებიან აქ გადატრიალების, ესე იგი, რეალურ მორიგმცდელობას. ოღონდ ეხლა ეგენი ცდილობენ ეს ევროპის ელიტა, ლიბერალური ელიტა, რომ გაუმწვავონ ქართულ ოცნებას, რომ ეგება რაღაცა დათმობებზე და რაღაცა გარიგებაზე მაინც წაიყვანონ. ხო, ეს რა შეიძლება სურდეს ევროპას, მოდით ვიმჟელოთ. ჩემი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების გეგმა არის, რომ ნაციონალების კრიმინალურ რეჟიმს მიეცეს სამართლებრივი შეფასება და პარლამენტში საგამოძიებო კომისია მიმუშაოს, ამის შედეგად ნაციონალური მოძრაობა, როგორც კრიმინალური დაჯგუფება იქნება აკრძალული, ხოლო იმ პირებს, ვინც მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღებაში, მაშინ აი 9 წლის დროს, ხო, იმათ აეკრძალებათ ზოგი პროკურატურას გადაეცემა საქმე, ზოგს კიდევ აეკრძალებათ საჯარო სივრცეში მოღვაწეობა, მედიაში გამოსვლა თუ სახელმწიფო თანამდებობების დაკავება. აი ეს იქნება შედეგი, ანუ ნაცმოძრაობა ეს კოლექტიური მოშორდება ქართულ პოლიტიკურ სფეროს. ველს. ეხლა მაგათ ხო რომ ეს ნაციონალური მოძრაობა არის იმათი შეგირდები არიან, იმათი აგენტურაა, ხო? წლების განმავლობაში აფინანსებდნენ ეს დემოკრატიული პარტიის პროექტი იყო სააკაშვილიდან მისი ნაცმოძრაობა. და უნდათ რომ გადაარჩინო ეს თავისი მეხუთე კოლონა დასაყრდენი, რომელიც არ აძლევს საშუალებას ქვეყანას განვითარდეს სუვერენულად და ნუ რაც ქნეს ახლა იმ წლებში ჩემზე უკეთეთ თქვენიცით პატრონიკა. ხო, დააყიდეს ყველაფერი, რაც გასაყიდი იყო, სტრატეგიული, არასტრატეგიული მიწები, რა ვიცი, ესე უბედურება დაატრიალეს ქვეყანაში, ხო, გვაომეს და ასე შემდეგ. ამიტომ აი ამას ცდილობენ, მაგრამ ეხლა ჩემი აზრით ხელისუფლებას მე ვურჩევდი, რომ არანაირი დათმობა არ გააკეთოს, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც ეხლა იქ ევროპიდან გვებრძვის, ესენი არიან ძალიან მალე წარმავალი, ჩასარეცხად გამზადებული წრეები. რატომ? იმიტომ რომ ამერიკაში შეიცვალა ვითარება, მოვიდა დონალდ ტრამპი და იდეოლოგიური მტერია მათი და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპაში მოვიდნენ კონსერვატორული ძალები. ჩვენ ხედავთ ელონ მასკის აქტიურობას გერმანიაში, როგორ უჭერს ის მხარს ალტერნატივა გერმანიისთვის, მემარჯვენე პარტიას, რომელიც შედარებით ადეკვატურია იმ მეინსტრიმულ პარტიებთან და ეს გაგრძელდება ავსტრიაში. ეხლა ბატონი კიკლი იქნება არჩეული კანცლერად, ასე მემარჯვენე, ორბანი, სლოვაკეთში კი მემარცხენე პარტია, მაგრამ ტრადიციულ ღირებულებებს ის პატივსცემს და ეს ეპიდემიასავით გაგრძელდება. ოღონდ ამას დრო ჭირდება. ჩემი გათვლებით 1 წელიწად ნახევარი 2 წლის განმავლობაში ევროპაში სულ სხვა ძალები იქნებიან პოლიტიკურ ოლიმპზე. აი ხა მასკი ასენეთ თქვენ მასკმა ისიც თქვა რომ ირანიო ძალიან ისეთი კარგი საინვესტიციო ქვეყანარიო და ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ და ცოტა არ ყოს ამოვარდნილი არის ხა ეს განცხადება თვითონ ამერიკის საერთო პოზიციიდან და ის ვერ გავიგეთ თან რაღაცა ეს რამდენად სიმართლე რო გითხრათ თავიდან ვფიქრობდი რომ ეს რამდენად სწორი იყო ეს ინფორმაცია მაგრამ რა ვიცი გავწევდა ეს ინფორმაცია არა, ნამდვილად განაცხადა მასკმა ეს რაც მიუთითებს, რომ ისინი პრინციპში არ არიან ჩაციკლულები, რაღაცა რომ ტერი ეს ჩემი მტერია და გინდა თუ არა უნდა ვებრძოლო, ითვალისწინებენ რეალობას, ავარაუდოდ ამას უნდა ნიშნავდეს. იცით რა არის? დონალდ ტრამპს და მის გუნდს და მთელ ამ ეროვნულ ამერიკას, ასე ვთქვათ, ეროვნული კაპიტალს ამერიკაში ერთი მტერი ყავს, თავარი მტერი მათი არის ეს ლიბერალური გლობალისტები. ლიბერალ გლობალისტები, რომლებიც აკონტროლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს ბაიდენის ადმინისტრაციის სახით, აკონტროლებენ ევროკავშირს 90%-ს ამ ორბანის და სლოვაკეთის გარდა და იტალიაშია კიდე ჯორჯია მელონი და ავსტრიის გარდა, ხო, ამიტომ
ტრამპი ყველასთან ითანამშრომლებს, ვინც ამ ბრძოლაში მას სჭირდება, იმიტომ რომ მთავარი ბრძოლა ეს არის მასსა და გლობალისტებს შორის. ის რომ რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ეს არგენტინა, ხო, ეს დიდი კოალიციას აყალიბებს ტრამპი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხოს, ისე დაასუსტოს ეს გლობალისტ ლიბერალები, რომ დიდი ხანი აწლეულების განმავლობაში მაგათმა თავი ვერ წამოყონ. ეს არის უმთავრესი ბრძოლა, იმიტომ რომ მას ესმის, რომ სხვანაირად ისინი კვლავ რევანშს დააპირებენ, კვლავ მომძლავრდებიან და ასეც იქნება, იმიტომ რომ მართლობაში როცა ხარ, სადღაც მე-3, მე-4, მე-5 თვიდან უკვე იწყება ისეთი პროცესები, რომ იქ რაღაცა შეცდომა მოხდება, იქ რაღაც ავარია მოხდება და ასეთ შეცდომებზე მე ისინი მომძლავრდებიან. ამიტომ ეხლა არის ტრამპისთვის საუკეთესო დრო, რომ იმოქმედოს მკვეთრად, ჩამოაყალიბოს ეს ანტიგლობალისტური და ანტილიბერალური საერთაშორისო ინტერნაციონალი თუ ფრონტი, რასაც აკეთებს კიდევაც და ეს პროცესები ევროპაში შეცვლის ვითარებას და აი იმ შეცვლილ ევროპასთან, რომელიც უფრო მეტად სცემს პატევს ეროვნულ ფასეულობებს, ტრადიციულ ფასეულობებს, რელიგიას არ ებრძვის, ეკლესიას არ ებრძვის, ოჯახს არ ებრძვის და არ ნერგავს, ესე იგი, ამ LGBT დღესასწაულს. აი ესეთ ევროპასთან ჩვენც უნდა ვიურთიერთოთ, რატომაც არა. აი ხა მე გეთანხმები თქვენ იმ პათოში, რომ მართლაც ბევრი რამ შეიცვლება, იმიტომ რომ ტრამპმა გააკეთა განცხადებები, რომ ის აპირებს გლობალურად ბევრი რამის გადაფასებას ხდება ამერიკაში, იმიტომ რომ ის ჩამყაყებული სისტემა, რომელიც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, როდესაც მიედინებოდა ფული და ამას არავინ არ აღნუცხავდა და რეალურად ფაქტობრივად ამერიკა ამით ზარალდებოდა, იგივე უკრაინასთან მიმართებაში, იგივე აი ამ ლიბერალებთან დაკავშირებით. ეხლა რაღაც გარკვეული ცვლილებები იქნება, მაგრამ აი მე იცით ცოტა არ იყოს აი ცოტა ეჭვის თვალით უყურებ რა შეძლებს კი ტრამპი გამარჯვებას, იმიტომ რომ პირველ საპრეზიდენტო აი პირველი საპრეზიდენტო აი პერიოდი, როდესაც იყო, მან ვერ შეძლო, აი შიდა პრობლემებიდან ვერ გამოვიდა. ფაქტობრივად მთელი აი ეს საპრეზიდენტო რაც იყო მისი მმართველობა, იყო ძირითადად აი შიდა გარჩევები და ისიც ვერ მიაღწია იქ წარმატებას. და აქაც ეხა ჩვენ რო ვლაპარაკობთ, შეიძლება კი ბატონო რაღაც დაფინანსებები ამ LGBT სოდომისტებს არ მიეცეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ამერიკა არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს თავისი აგენტებისზე, რომ რაღაცა უარი თქვას, იმიტომ რომ აგენტურაა და ეს აგენტურა მაგალითად CIA, საერთაშორისო გამჭვირვალობა, სამართლიანი არჩევნები, შედარებით დიდი ხნის ორგანიზაციები, ალბათ კვლავაც იქნებიან მათი გარკვეული დაფინანსების წყარო და იგივე ნაცმოძრაობაც და აი ჩვენ რაღაცნაირად ხო მაინც იგივე პოლიტიკა თუ მივყევით იმას, რომ აი იგივე თამაში დავიწყეთ, რაც აქამდე იყო, ამითი ხო რაღაცა წლებს დავკარგავთ კიდე, იმიტომ რომ ფაქტია, რომ რუსეთს ვერ ველაპარაკებით. აი ეგ კი არა, ეხლა ბელორუსის პრეზიდენტმა მოიგო არჩევნები და მან ჩვენ როდესაც აქ არჩევნები ჩატარდა საპრეზიდენტო საპარლამენტო, მან მოგვილოცა გამარჯვება და ჩვენ არ მიულოცეთ ამ ადამიანს გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც ძალიან დიდ პრობლემას შექმნის, იმიტომ რომ ეხლა ეს არის ღირსების შემლახველი, ეხლა კაცი დაწოლა იყო მასზე და არ აღიარა აფხაზეთთან ცხინვარი და ჩვენ არ ულოცავთ, ის გვილოცავს. ანუ რუსებთან ურთიერთობაში კვლავაც დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი იტყვის, რომ არის ურთიერთობოთ, არ ვიცი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამე ცვლილება იქნება ისეთ გლობალურ საკითხებზე, აი მაგალითად მოგცემს ამერიკა იმის საშუალებას ჩვენ, რომ 3+3 ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა, ბრიკში მივიღოთ მონაწილეობა, რუსეთთან დავიწყოთ დიალოგი. აი ამის საშუალება იქნება ამერიკის მხრიდან, იმიტომ რომ ფაქტია, რომ წინა პრეზიდენტის აი მმართველობის დროს ჩვენ ამის საშუალება არ მოგცეს და აი თქვენ გააქვთ იმისი განცდა, რომ ეხა ეს შეიცვლება? მესმის ნიკა, მადლობა, კარგი დისკურსი შემოიტანეთ, კარგი კუთხიდან შეახედეთ მსმენელს და მეც საკითხების მიმართ. მე როგორ უყურებ ამას? შეერთებული შტატები ეხლა ცდილობს, როგორც თქვით, რომ მათი მთავარი მტერი, ტრამპის გუნდის და ეროვნული ამერიკის მთავარი მტერი ეს არის ლიბერალ გლობალისტები. და ესე იგი ახალი წესების
პოცდამის მსოფლიო რო შერყეულია და ის წესები აღარ მოქმედებს, სადაც ყველა აღიარებს, ხო? ახალი წესები არ არის შემუშავებული. ამიტომ სამყაროს მსოფლიოს ახალი წესების შემუშავება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ სამ მოთამაშეს შორის. ეს არის შეერთებული შტატები, ეს არის რუსეთი, ეს არის ჩინეთი. ეხლა გაურკვევლობა რა თქმა უნდა არის ეს სავაჭრო რაღაცა ტარიფები, გაზი, ნავთობი, სანქციები, ესეთ თემები რა თქმა უნდა ფონად იქნება, მაგრამ ადრე თუ გვიან და ეს მე ვამბობ 2-3 წლის განმავლობაში პერსპექტივას, რუსეთი, ჩინეთი და შეერთებული შტატები აუცილებლად დასხდებიან და გადაანაწილებენ, შეიმუშავებენ ახალი თამაშის წესებს. ამ თამაშის წესებში გეოპოლიტიკური და სამხედრო სტრატეგიული საჭიროებებიდან და რისკებიდან გამომდინარე, რუსეთი აუცილებლად მოითხოვს თავისი საზღვრების პერიმეტრის გარშემო უსაფრთხოების ერთგვარ ბუფერულ ზონას. რომ ეს ნატო არ გაფართოვდეს, უცხო ნატოს ჯარები არ განლაგდეს მის მომიჯნავე ქვეყნებზე, რაზეც მიდის საუბარი, ხო, და რაც ულტიმატუმი წარმოაყენა კიდევაც. და დიდი ალბათობით ამაზე შეთანხმდებიან. ეს ხა ევროპა ამ მოლაპარაკებებში ვერ მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ მას ის კი ეკონომიკურად შეიძლება რაღაცა დიდი ბაზარია და ეკონომიკა კრებითად დიდი აქვს, მაგრამ მათი სამხედრო ძალაში თამბეშტავი არ არის და ვისაც დიდი ხელკეტი აქვს, ისინი ჯდებიან მხოლოდ მოსალაპარაკებელ მთავარ მაგიდაზე. ამიტომ დიდი ალბათობით ჩვენთან იქნება ესეთი რეალობა, რომ საქართველო იქნება სამხედრო ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყანა, რომელსაც არ აეგრძალება არც ერთი მიმართულებით თანამშრომლობა. და ესეც არის საქართველო ყოველთვის იყო, ხო, ხიდი, გზაჯვარედინი, ცივილიზაციების შეერთების ადგილი, ჩვენი კავკასიური ცივილიზაცია ამით არის უნიკალური, ქართველები ამით ვართ უნიკალური, რომ ყველა ცივილიზაციის რაღაცა გვაქვს, ხო, შეთვისებული და საერთო ჯამში ჩამოვაყალიბეთ ჩვენმა წინაპრებმა, თაობებმა, ჩამოვაყალიბეს ისეთი აბჯარი დაგვიტოვეს, რომ ვერც ერთი მტერი ვერასდროს ვერ გაგვანადგურებს. და ეს აბჯარი არის ქართული კულტურა, ქართული ენა. რატო ვერ ხდებოდა ქართველების ასიმილაცია, ხო? ხან ზოგს რჯულს უწვლიდნენ, ზოგი სხვა ენაზეც გადადიოდა, მაგრამ აი ეს კულტურა იმდენად ძლიერი გაგვიკეთეს და დაგვიტოვეს წინათაობებმა და წინაპრებმა, რომ ამ კულტურას ვერავინ ვერ უგებს, უნიკალური კულტურაა. შესაბამისად ჩვენ ამ თვალსაზრისით კულტურული კოდით დაცულები ვართ, მაგრამ თუ ჩვენ სამხედრო ისეთი ადგილი გავხდებით, სადაც ყველა თანამშრომლობს, ყველა მიმართულებით გახსნილია ეკონომიკური, კულტურული, ჰუმანიტარული თანამშრომლობა, აი როგორც ავსტრია იყო ცივი ომის დროს. ეს არის უნიკალური მაგალითი, რომელიც სრულად შეესაბამება პირადად წარმოადგენს საქართველოს თქვენ ნეიტრალიტეტზე ჩაგეძიებით და გააგრძელეთ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ აქ ეს მსოფლიო გლობალური მოთამაშეები შეთანხმდებიან, აი როგორც შვეიცარიაზე შეთანხმდა მსოფლიო, იმიტომ შვეიცარია ნეიტრალური რო არის, ეს მსოფლიო შეთანხმდა, თორე შვეიცარიამ რო ეთქვა რომ მე ნეიტრალური ვარ, ესე ვერ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ მსოფლიო შეთანხმდება იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა. ანუ ამისი მოლოდინი გაქვთ თქვენ და აი ეს მოლოდინი საიდან გაქვთ? აი რა გიჩენთ ამ მოლოდინის საფუძვლად? მსოფლიო როგორ სამი მოთამაშე ვინ წვითავს ეხლა ვინ წვითავს სამი დიდი ქვეყანა შეთანხმდება ამაზე, სხვებს გააცნობენ და აწევებენ ხელს. იცით რა არის გეოპოლიტიკა აი ბოდიში ღმერთმა ქნას მე სიმასიამოვნებით ხარს დაუჭერდი ამას, მაგრამ აი ეს ეხა თქვენი პოზიცია თუ აი ამისი თქმის საფუძველს რა გაძლევთ? ანუ რაიმე მოდის სიგნალები ამის თაობაზე თუ აი საიდან მოდის ესეთი ოპტიმიზმი, რომ ესეთი რამე მოხდება? გეოპოლიტიკას ბატონიკა აქვს თავისი კანონზომიერებები, კანონები, სამხედრო სტრატეგიული კომპონენტი და თუ ამ ფაქტორებს გავითვალისწინებთ, ეს არის ისეთი ოპტიმუმი, მე რაც ვთქვი, ხო, რომელიც ყველა მხარეს პრინციპში აწყობს. როდესაც ეკონომიკისთვის გახსნილია ყველა ვექტორი, ყველა შეუძლია აქ თანამშრომლოს, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით
მხარეები ერთმანეთისგან არიან დაშორიშებული, აი როგორც იზოლაცია, ასე ვთქვათ, ხო? აი დენის კაბელი რატო არის შემოხვეული, რომ იზოლაცია დენმა არ დაგვარტყას. აი ესეთი ბუფერული ზონა რუსეთსა და ნატოს სივრცეს შორის აუცილებელია და არა მარტო კავკასიაში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებითაც. ხო, რასაც პირდაპირ თავისი ultimatum-ის მთავარი მოთხოვნა რუსეთმა 21 წელს ნოემბერში თუ ოქტომბერში რაც გააჟღერა, იყო ეგ, რომ შეწყდეს ეს ნატოს გაფართოება. და ჩინეთისთვის ამ ეტაპზე მთავარია ეკონომიკური სავაჭრო გზების განვითარება, იმიტომ რომ ოკეანის გზებს აკონტროლებს ანგლოსაქსონური ქვეყნები და მას სჭირდება ალტერნატივის ქონა სახმელეთო, ამიტომ ავითარებს ის ერთი გზა, ერთი სარტყელი ამ აბრეშუმის გზას რო ვეძახით ჩვენ და ჩვენზეც ერთ-ერთი განშტოება გავა, ხო? დაკავშირებადობა გაიზრდება, ჩვენთვის ეს დამატებითი შემოსავალია, ჩემი გამოთვლებით ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც მიბმულია ამ აბრეშუმის გზის აღორძინებაზე, წელიწადში პირდაპირ მოგვიტანს $5 მილიარდ, ხოლო ირიბად, როდესაც დასრულდება ოღონდ აი 100 მილიონ ტონაზე რო გავა სიმძლავრეზე, ეს ოღონდ მალე არ იქნება, რაღაც 45 წელს, 42 წელს ხდება ეს. 18-20 წელიწადში, მაგრამ ეს არის წყლიურად 5 მილიარდი შემოსავალი და ირიბი სარგებელი გაცილებით მეტი. ხო და ესეთი პროექტებში მონაწილეობა, ეს მარტო აღმოსავლეთ-დასავლეთით არ უნდა იყოს ესეთი ვექტორი, უნდა იყოს სამხრეთი-ჩრდილოეთი, აი რასაც ინდოეთი ლამობს ახლა გააკეთოს, რომ სომხეთი აზერბაიჯანზე, რუსეთზე გავიდეს და სომხეთ საქართველოზე, შავ ზღვაზე და რუსეთზე გახსნას ახალი სავაჭრო მაგისტრალი. ეს ჩვენთვის არის უდიდესი შემოსავალი, უდიდესი სტაბილურობის, იმიტომ რომ ყველა ის მოთამაშე და ის ქვეყანა, ვისი ტვირთიც აქ იმოძრავებს რეგულარულად, დაინტერესებული იქნება, რომ აქ იყოს სტაბილურობა, აქ არაფერი არ აირიოს და ეს მოგვიტანს კეთილდღეობას ქართველ ხალხს. ღმერთმაგნას ეხა თქვენი აი ეს პროგნოზი გამართდეს, იმიტომ რომ ეხა 5 მილიარდი თუ შემოვა მარტო აი ანაკლიის პორტიდან, ეს არის მისასალმებელი. თქვენ ძალიან საინტერესო პუბლიკაცია გქონდათ აი ევროპასთან ურთიერთობის შესახებ, ძალიან ისეთი გამოხმაურება მოხვა იმას, რაც აი მაგალითად ჩვენ რაც რა ინვესტიციებს ვდებთ იგივე დასავლეთში, როდესაც აქედან უფასო ფაქტობრივად იაფი მუშახელი მიდის, რომ იქ ტურისტების რაოდენობა საკმაოდ მიდის და ასევე საკმაოდ თვითონ სარგებლობებს. აი იმ შესახებ უშუალოდ აი ამ ჩვენი ურთიერთდღეს რო აი ესეთი მკაცრები არიან ჩვენს მიმართ და აი ესე მუშტის დარტყმით გველაპარაკებიან. რასაც აი სიმართლე რო გითხრა იმ 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში რო ვიყავით ესე იქ არ გვექცეოდნენ როგორც ესენი გვექცევიან, იმიტომ რომ მაშინ არავინ არ ითხოვდა ჩვენგან რომ ვის გამოუშვებდნენ ციხიდან, ვის დანიშნავდნენ მოსამართლე თუ იქნებოდა და აი ამ ურთიერთობებს რო გადავხედოთ, აი ამ ურთიერთობების შედეგად ვინ მოიგო და ვინ წააგო, აი რო ვთქვათ, აი თქვენი იმ გარკვეული პუბლიკაციიდან რო დავისესხოთ და რაღაცა გარკვეულწილად თქვენ გააკეთოთ აი ეს ჩვენი მაყურებლისათვისაც, იმიტომ რომ მკითხველმა ამას გაეცნო და მინდა რომ მაყურებელსაც გააცნო თქვენი პოზიცია. მე მინდა განვაცხადო, რომ ესე იგი საოცარი ძარცვის ობიექტი გახდა საქართველოს, მას შემდეგ რაც მოიპოვა და დამოუკიდებლობა, ჩვენ როცა გქონდა პროდასავლური, პროევროპული რომანტიზმი 90-იან წლებში, ნაცვლად იმისა, რომ რაღაცა მარშალის გეგმა და აყვავება მიგვეღო, პირიქით გაუძარცვეს, გაიტანეს ყველაფერი ღირებული, მეტალი, მილიონობით ტონა, ფერადი ლითონები, ხე-ტყე გადიოდა რეგულარულად და ეხლაც გადის. მარგანეცი, ოქრო, სპილენძი, გაგვძარცვეს რეალურად ანტიკვარიატი, ხალიჩები, რა ვიცი, ყველაფერი რაც შეიძლებოდა ფასეული. ამასთან საქართველოს ჰქონდა დაახლოებით 200 მილიარდის კაპიტალიზაციის მრეწველობა, რომლის დაახლოებით მე-13-ის გადარჩენა შეიძლებოდა ოდნავ მოდერნიზაციით, იქ მარკეტინგული სამუშაოებით, მაგრამ სპეციალურად არავინ არ დაგვეხმარა, არ მოგცა კრედიტი, რომ ეს ყველაფერი მომკვდარიყო, იმიტომ რომ კონკურენტი არავის არ ჭირდება. აი ეს უზარმაზარი ქართული მრეწველობა
მთლიანად ვერ გადარჩებოდა, ისიც უნდა ვაღიაროთ, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი შესაძლოა გადარჩენილიყო. ჩვენ მქონდა ძალიან უძლიერესი სოფლის მეურნეობა, ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა, მაგალითად 88 წელს 970 მილიონ პირობით კილა კონსერვს უშვებდა ქართული კვების მრეწველობა. ეს ყველაფერი გაგვიჩერეს, ჩაის მრეწველობა გაგვიჩერეს. გაგვიჩერეს როგორ ეხლა არ მოგწეს საკრედიტო რესურსები, რომ ეს ყველაფერი შეგვენარჩუნებიან რაღაც ნაწილი მესამედი მაინც. აქედან გამომდინარე, ხოლო მოგვახვიეს, ესე იგი, დაგვპირდნენ ყალბი დაპირებები გაიცა. თავიდანვე იცოდნენ, რომ არანაირი ევროკავშირში ეგენი საქართველოს მიღებას არ აპირებდნენ. არანაირი ნატოში საქართველოს მიღებას ეგენი არ აპირებდნენ. უბრალოდ ეს დაგვიკიდეს სატყუარად, როგორც ვირს უკიდებენ სტაფილოს, რომ ესე იგი იმ გზით იაროს, რაც საჭიროა. რომ ის გაგვაკეთებიეს, რაც თვითონ აწყობდა და თვითონ ისე დაგვილაგეს, რომ მაგალითად ევროპული საბანკო კაპიტალი მუშაობს აქ ზემოგებებზე 23%-იანი მოგების მარჟა აქვს, მაშინ როცა ევროპაში 8%-იანია. გაიყვანეს, შემოიღეს ვითომ უვიზო რეჟიმი, ესე იგი, პატრივი ქცეს ბჭყალებში, ამ დროს ეს უვიზო რეჟიმი საკუთარ ინტერესებისთვის უნდათ, რომ აქედან ხალხი გასულიყო და მესამედ ფაში ემუშავა მაგათ ეკონომიკაზე. ეს ხო დათვლადია ყველაფერი, ხო ერთი ადამიანი ეკონომიკაში მილიონი დოლარის ეკონომიკას ქმნის მთელი სიცოცხლის განმავლობაში და ეხლა 400,000-ზე გადაამრავლეთ და ნახავთ რამდენს ღებულობენ. გარდა ამისა, ეს ჩვენზე გადის ხო სხვა ქვეყნების ენერგომატარებლები, რომელიც ჩვენ ვატარებთ იმათ არც თუ ისე საბაზრო ფასით. ტარიფები ძალიან იაფია, მაგალითად პაკოჯეიხანი ბრიტიშ პეტროლიუმის პროექტია, ხო, ნაწილობრივ. იქ ნახეთ ტარიფები, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება საერთაშორისო ფასებს. აი 21 წელს მაგალითად თურქეთმა მოამატებინა ბრიტიშ პეტროლიუმს, ხო, ჩვენთან ჯერ სიჩუმეა. და ბევრი უამრავი სხვა ჯამში ევროპა სარგებელს ღებულობს 10 მილიარდი, მინიმუმ 10 მილიარდი წელიწადში დოლარის ოდენობით საქართველოსგან, ან პატარა საქართველოსგან. იგივე ურთიერთობები აქვს აწყობილი მოლდოვასთან, ადრე ქონდა უკრაინასთან, ეხლა ომამდე და ჯამში ესე იგი უჭერთ მუშახელი. აი პანდემიამდე მაგალითად 2019 წელს 33 მილიონი ვაკანსია ჰქონდათ, რომელსაც ვერ ავსებდნენ ევროკავშირში. დაიწყეს ესე იგი წაყვანა ჩვენგან, მოლდოვასგან, იქ ბალტიისპირელებისგან, უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, ხო, ნუ აი ამ ქვეყნებიდან, იმიტომ რომ ის სომალელები და ნიგერიელები არ უნდა, აღარ უნდათ. ხო და ეხლა ეს ყველაფერი დათვლადია. რაღაცა სარგებელი ჩვენს ხო უნდა გქონდეს ეს არ ხდება. აი ხელწერტილებში რამდენი ადამიანი ჩვენი ჯარისკაცები დაიღუპა ერაყში, დაიღუპა იქ იმ ავღანეთში და რამდენი დასახიჩრდა. ეს ხო თვითონ ერთი ჯარისკაცი მილიონად უღრდა. ჩვენ აბა კაპიკებად შეაფასეს ჩვენი ჯარისკაცი. ხო, იყო ამერიკული კვლევა, რომ ამერიკელებს ერთი ჯარისკაცის შენახვა ერთი წლის განმავლობაში ავღანეთში უждდებოდათ $1,300,000 ერთი წელი. და ჩვენები იყვნენ საშუალოდ 2000 კაცი 17 წლის განმავლობაში, ეს მარტო ავღანეთში. ერაყში ცალკე დასაწვრილია, კოსოვო ცალკე, აფრიკის ქვეყანა, აფრიკაში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში ცალკე. ანუ აქ საუბარი არის მილიარდებზე და ეხლა ვიღაცები რო გვაყვადრიან, რომ შენ ამდენი მოგეცი 5 მილიარდი, 6 მილიარდი, რაღაცა მილიარდებს პირიქით ჩვენთან არიან ეგენი ვალში. ჩვენ აცილებით მეტი გვაქვს მაგათთვის მიცემული, რომ დაждდება ბუღალტერულად და 6 მილიარდი მოგეცითო მთელი 30 წლის მანძილზე და ისრაელს აძლევენ, მე მგონი 6 მილიარდს კიდე წელიწადში აძლევენ რამდენს? არა, უყურე ბატონიკა, ეს 6 მილიარდი ბუღალტრულად შეიძლება გამოყვეს, მაგრამ ამ 6 მილიარდის ნახევარი რჩება ამერიკაშივე და დანარჩენი 3 მილიარდი მოხმარდა მაგათ მეხუთე კოლონას, რომელიც რეალურად იყო კოლონიალური ადმინისტრაცია. კი ბატონო. მე იმედი მაქვს, რომ ამ ტრამპის მმართველობის პერიოდში ტრამპი პრაგმატული კაცია, რომ ეს მიდგომა საქართველოს მიმართ შეიცვლება, ეს ნეოკოლონიალური მიდგომა გააჩერებს და იქნება რაღაცა პარტნიორული ურთიერთობა. ხა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მასშტაბი და ზომა განუზომლად მცირეა ამერიკასთან შედარებით, მაგრამ რაღაცა
ნორმალური, ადეკვატური და პატივისცემაზე აგებული ურთიერთობების აგება როგორ არ შეიძლება მით უმეტეს რომ საერთო იდეოლოგიური ბაზა გვაქვს უკვე ამერიკელებთან ერთად დღევანდელ ადმინისტრაციასთან და საერთო მტერი გვყავს ეს ლიბერალ გლობალისტები რომელიც უნდა დავამარცხოთ ერთად. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა როგორც ყოველთვის და შემდგომში იმედია გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ერთ გადაცემას შეუძლებელია ყველა მნიშვნელოვან თემას შევეხოთ და მადლობას მოგახსენებთ დღეს გადაცემაში. მადლობა ნიკა, მებრძოლი კაცი ხარ და ასე გააგრძელე. გაიხარეთ. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. ბატონი ირაკლი გოგავა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.